ჩვენში და პოლიტიკური საკითხები წვეთს ბევრ ამას. არის ეს გარემოებები, რომლებიც ზეგავლენას ახდენს. ჩვენ ყველა შემთხვევაში გვინდა თუ არა ეს მოლაპარაკებათა პროცესი ზეგავლენას მოახდენს ჩვენზე. როგორ უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება ამ მოლაპარაკებების მიმართ და სად უნდა დავინახოთ ჩვენი თავი? მადლობა მოწვევისთვის, დილამშვიდობის, უმნიშვნელოვანესი პროცესი მიდის, როგორც აღნიშნეთ. ჩვენ თავი ყოველთვის უნდა დავინახოთ იქ, სადაც ჩვენი ინტერესები არის და ჩვენი ინტერესები ყოველთვის ახლო იქნება ჩვენი მეგობრების ინტერესებთან. ეს ცხოვრებაშიც ასეა, თუ კარგი მეგობრები გყავს და თუ სწორი ინტერესები გვაქვს და ეს ასე არის სახელმწიფოებრივად და საერთაშორისო ურთიერთობებში. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, რა თქმა უნდა, რა არის საქართველოს ინტერესი? საქართველოს ინტერესი არის მეტი უსაფრთხოება, მეტი სიმშვიდე და მეტი კავშირი ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწიფოებთან. ხო, თუ ეს კავშირი იქნება საუკეთესოდ გამოხატული ევროკავშირის წევრობაში, ეს ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტია, ხო, ამ შემთხვევაში და ეს იცის საქართველოში ყველა ადამიანმა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ინტერესი ცხადია მდგომარეობს იმაში, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში, როგორც ეს იყო დაგეგმილი ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით. იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ასოცირების ხელშეკრულება ესეთი რამე არ არსებობდა იქამდე, სანამ არ დადგა საკითხი საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის გაწევრიანების აუცილებლობისა და მათთვის რაღაცნაირი გზამკვლევის და ახალი ფორმატის შექმნისა და ევროკავშირმა გააკეთა ეს სწორედ ჩვენთვის. და დღესაც ის ადამიანები, ვინც ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო ამის ბატონ სიკორსკის გულისხმობ, დღესაც მაღალთანამდებობაზე არის პოლონეთში და ის მზად არის, რომ მეტი გააკეთოს კიდე საქართველოს. პოლონელებს და შვედების დიდი დამსახურება იყო, კალბილდისა და სიკორსკის დიდი დამსახურება იყო და ეხლაც ეს ხალხი მზად არის, რომ კიდე უფრო მეტი გააკეთოს საქართველოსთვის, რაწამს იქნება შესაძლებლობა და ეს შესაძლებლობა იქნება მაშინ, რაწამს ჩვენ გავთავისუფლდებით ქართული ოცნების დე-ფაქტო ძალაუფლებისგან. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, რაც უფრო მალე დადგება, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიები, რაც უფრო მალე შეწყდება ცეცხლი, რაც უფრო მალე მოეხერხდება ცეცხლის შეწყობის შეთანხმება, მით უფრო მეტი შანსია, რომ მალე დამთავრდეს აი ეს სისხლისღვრა და კიდევ უფრო დიდი შანსია, რომ ამ რეგიონმა მალე ამოისუნთქოს და მალე შევიდეს უსაფრთხო გარემოში, იმ გარემოში, რომელშიც შესვლაც ეკუთვნის და სწორედ ამ ასოცირების შეთანხმებითაც იყო განსაზღვრული. ეხლა ჩვენ რო დავაკვირდეთ ამ მოვლენების დინამიკას, ერთ რამეს შევამჩნევთ, რომ რუსეთი ითხოვს ამ მოლაპარაკებების დროს დაახლოებით კი არა, მე მგონი სრულად იმავეს, რასაც ითხოვდა 2022 წელს. ანუ რუსეთი ფაქტობრივად არ აღიარებს არც იმას, რომ ვერ მოახერხა თავის სამხედრო მიზნების მიღწევა ამ დროის მანძილზე. არ აღიარებს იმასაც, რომ რესურსები ამოწურვადი აქვს და რაღაცნაირად ცდილობს, რომ აი ამ მიწოლით რეალობის არ აღიარებით, საკუთარი დასუსტების არ აღიარებით მოიპოვოს ადგილი, რომელიც იქნება უფრო მაღლა რაღაცნაირად ამ დაპირისპირებაში, ვიდრე დასავლური მხარის. ნიშანდობლივი ხელმძღვანელი ყავს რუსების დელეგაციას, ბატონი მედინსკი, რომელიც აი ეს არ არის მაშინაც იყო, ეს არ არის არც სამხედრო, არც პოლიტიკური, ეს არის კულტურის მინისტრი, ეს არის პრაქტიკულად იდეოლოგიური ფრთის წარმომადგენელი, ხო? წერა-კითხვის ცოდნა კაცად ითვლება პუტინის გარემოცვაში, მართალია ყველა დისერტაციაში დაუდასტურეს მოპარული იყო, მაგრამ ეს ითვლება კაცად, რომელიც არის ეს არის თითით საჩვენებელი საჯარო მოხელე რუსეთის ფედერაციის, ანუ რუსეთის ფედერაციის საჯარო მოხელის სახეა, რომელსაც ყველა მისი სამეცნიერო რაღაცნაირი მიღწევა აქვს სინამდვილეში მოპარული, იმიტომ რომ ცნობილი არის და პლაგიატში პირდაპირ არის და ოღონდ რუსულივე სამეცნიერო წრეებში ეს და მე მგონი თვითონაც არ უარყოფს უკვე მდგომარეობა და რასთავარი აი ეს არის რაღაცნაირად სახე ხო აი ამ მერიტოკრატიისგან დაცლილი საზოგადოების სადაც წინ შეგიძლია წახვიდე მხოლოდ ტყუილით, მხოლოდ ხვებზე გადაბიჯებით და სიცრუით და რაც თავარია აი ამ რაღაცნაირად შეტენვით ხო როგორც ვამბობთ ხოლმე თბილისში იმ საზოგადოებასთან, რომელსაც უყრია ძალაუფლება და ეს საქართველოშიც ასე იქნება, თუ ჩვენ რა თქმა უნდა ხელისუფლებას არ შევსვლით, ასე აუცილებლად მოახერხებს. ხო, მან დაახლოებით მართლა იგივე მოეს დანოშინას, რომელიც აი დანოს რა ადგილიც ეკავა სტალინის კარზე, დაახლოებით იგივე. და ეს თავისთავად მიუთითებს პუტინის დამოკიდებულებაზე ამ მოლაპარაკებების მიმართ. ეს არ არის ბიზნეს ინსტინქტებით წარმართული მოლაპარაკება, არც სამხედრო, არც პოლიტიკური, ეს არის იდეოლოგიური, პროპაგანდისტული ინსტინქტებით წარმართული მოლაპარაკება, რომელიცგანაც არელის რო რაღაცა სიკეთე იქნება არელის რო შეთანხმებით დამთავრდება და სწორედ ამიტომ ყავს გაშვებული პროპაგანდისტის სახე რუსი
საჯარო მოხელისა, რომელიც იტყვის იმას, რაც პუტინს გაეხარდება და ყველა მიცის, რომ ეს მოლაპარაკება რო ჩაიშლება, ეს კაცი გამოვა და ისევ იმას იბიჟუტურებს, რაც 2022 წელს უკვე იბიჟუტურა. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, როგორ რეაგირებს მეორე მხარე, რომელიც როცა პირველად იყო მედინსკი ხელმძღვანელი ამ დელეგაციისა 2022 წელს. ბევრად უფრო ჩართული იყო ამ მოლაპარაკებებში და ბევრად უფრო მაღალი დონის ადამიანებს აგზავნა მასთან შესახვედრად, მაგრამ რა წამს გამოჩნდა, რომ მედინსკი იქნება თურქეთში გასაგზავნილი დელეგაციის ხელმძღვანელი წელსაც, უკრაინამ შეცვალა გადაწყვეტილება, იქ აღარ იქნება გენშტაბის უფროსი უკრაინის მხრიდან წარმომადგენელი, იქ აღარ იქნება SBU-ს ხელმძღვანელობა, აღარ იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი, იქ იქნება მხოლოდ თავდაცვის მინისტრი, ისიც თავდაცვის ძალებისადმი პატივისცემის ნიშნად, რა თქმა უნდა, უკრაინის და არა მოწინააღმდეგის პატივისცემის ნიშნად. ანუ უკრაინელებმა ძალიან კარგად იციან, ვისგან რას ელოდნენ. უკვე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ზუსტად იციან დასავლელ პარტნიორებს როცა ხვდებიან, რა ვთხოვონ მათ, რა ჭირდებათ ბრძოლისთვის, რა ჭირდებათ გასაძლიერებლად, რა ჭირდებათ ქვეყნას შეშენებლად და ასევე ზუსტად იციან, როგორ დამოკიდებულებით დახვდნენ რუსეთის აი ამ ქედმაღლურ და ძალიან პროპაგანდისტულ მიდგომას, ხო? და ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ უკვე ცხად ცვლილებას. თუ 2-3 წლის წინ ჯერ აი რაღაცნაირად უკრაინა მზად იყო, რომ ბევრად უფრო ჩართული ყოფილიყო მოლაპარაკებებში, ანუ რაღაცნაირად ეძებდა კომპრომისი ბევრად უფრო მეტად ვიდრე დღეს, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს მათ საკუთარი ინტერესებისთვის ჭრილი არ მიუყენებიათ და ეს ძალიან სანიმუშო არის, ხო? დღეს მათ ზუსტად იციან, რომ ისინი სამომავლოდ იქნებიან უკეთეს პერსპექტივაში ვიდრე რუსეთი. და სწორედ ამიტომ აღარ ჭირდებათ ამ მოლაპარაკებისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება, თუ იქ თვითონ ვლადიმერ პუტინი არ გამოცხადდება, თუ ის თავს არ დაიმცირებს, როგორც თვითონ თვლის და არ დაждდება მოლაპარაკების მაგიდას. თუმცა არის გრძელვადიან საუბარი, არის გრძელვადიან მშვიდობაზე, ხო? აქ არ არის საუბარი მოკლევადიან ცეცხლის შეწყვეტაზე. მოკლევადი არა, თუნდაც გრძელვადიან, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტაზე. აქ არის საუბარი იმაზე, რომ აქ ეს არაფერი არ უნდა გაიყინოს. ყოველ შემთხვევაში აქ უნდა იყოს შესაძლებლობა მართლა მშვიდობის მშენებლობის. ასეთი არის ამბიცია ყოველ შემთხვევაში, აერთიც ამერიკელები უყურებენ ამ პროცესს, ხო? მათ შორის უკრაინელებიც ამბობენ, რომ მხოლოდ ასეთი აწყობთ და რუსებიც ასე უყურებენ. რამდენ შესაძლებელია საერთოდ ასეთი კონფლიქტების ამ ფრონტის ხაზის და ამ სამხედრო განლაგების მიხედვით, ამ წინააღმდეგობის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ ერთ-ერთმა მხარემ ხელშესახებ სამხედრო უპირატესობას ვერ მიაღწია, ხო? შესაძლებელია გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი და ისეთ დოკუმენტებზე საუბარი, მათ შორის რომ ავიღოთ ანალოგიები წარსულიდან, რომელიც აი რაღაც ორ ქვეყანას შეარიგებს ერთმანეთთან გრძელვადიან პერსპექტივაში. ნუ რა თქმა უნდა, შეერიგების პერსპექტივა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა არის ქვეყნის შიგნით სიტუაცია, ხო? ჩვენ თუ რაღაცნაირად საერთაშორისო ურთიერთობებში შევხედავთ როგორც იმ ქვეყნების შიდა მდგომარეობიდან კონსტრუირებულ რეალობას, რომლებიც მონაწილეობენ ამ ურთიერთობაში, იმიტომ რომ შეუძლებელია ქვეყანა მოიქცეს სხვანაირად, ვიდრე მისი საზოგადოება, ვიდრე მისი მთავრობა და ვიდრე მისი აი ამ საზოგადოების მთავრობასთან დამოკიდებულება კარნახობს მას, ხო? საქართველოს მაგალითად ავიღო, შეუძლებელია დე-ფაქტო საქართველოს ხელისუფლება მოიქცეს პროდასავლურად საგარეო კურსით, იმიტომ რომ ის არის შესული დაპირისპირებაში საკუთარ პროდასავლელ საზოგადოებასთან. და ამიტომ მას ვეღარ უხდება რაღაცნაირად ისე პროდასავლური იმიჯი, რომელიც აქამდე ჰქონდა. ზუსტად ესე არის ამ შემთხვევაშიც, ხო? თუ რუსეთს უნდა რომ დადგეს შერიგება, მან უნდა გამოცვალოს ის ხელისუფლება, რომელიც შერიგებას გამორიცხავს, რომელიც მეორე მხარეს ეძახის ფაშისტებს, ეს ტერმინი არის იმ რანგის ტერმინი, რაც რუსეთის კულტურულ იდენტობისთვის არის უაღრესად დამაპირისპირებელი მეორე მხარესთან, ფაქტობრივად შერიგებას გამორიცხავს, იმიტომ რომ ფაშისტთან ერთადერთი მიდგომა არსებობდა რუსეთში მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, ეს იყო უპირობო კაპიტულაციის მოთხოვნა, ხო? ანუ გამორიცხავს ადამიანთან შერიგების შესაძლებლობას, თუ კი მას რუსი ეძახის ფაშისტს. ეს არის ჩვეულებრივი მოცემულობა. სწორედ ამიტომ, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა პუტინი ხვდება, რომ მას ამ სიტუაციასთან შერიგების პოლიტიკური რესურსი აღარ აქვს, რადგან მან ძალიან კარგად იცის რუსეთში ვითარება რა არის, ძალიან კარგად იცის, რომ მისი წრე სანდო აღარ არის, ვინაიდან ძალიან ბევრი ზიანი მიადგა ფინანსურად, უსაფრთხოების თვალსაზრისით მისი მწრეს, რომელიც ეს 25 წელიწადი გამოიარა მასთან ერთად, ხო, რაღაცნაირად. სწორედ ამიტომ ის უნდობლობით არის ახსილი, ჩაკეტილია იმ ბუნკერში, რომელსაც ძალიან იშვიათად გამოდის, თუ საერთოდ გამოდის, როგორც ცნობები გვატყობინებენ და რაც შეეხება მის მომავალს, მას შეუძლია პროექცია გააკეთოს რუსეთის წარსულიდან, ხო? ყველა ასეთ ომს, რომელიც არ დასრულდა
იმ მიღწევით რა მიღწევაც ქონდა ჩაფიქრებული წამომწყებს, ხო? რუსეთში მოყვა ეგრეთ წოდებული სმუტა, არეულობა, ულიდერობა და მე იმ ლიდერმა ფაქტობრივად აგო ამაზე პასუხი თავის ფიზიკური მდგომარეობით. და ამ შემთხვევაში მას დარწმუნებულია რომ ეს შიშები შეპარული აქვს, სწორედ ამიტომ რაღაცნაირად გამშენებული ამ ისტორიის შეგრძნებით რაღაცნაირად ამახინჯებული, მაგრამ შეუძლებელია არ მოქმედებდეს. ხო, შეუძლებელია ეს მასზე ძალიან არ მოქმედებდეს. ცხადი არის რომ ეხა მას რაღაცნაირად ურჩევნია რომ რაც არ უნდა რესურსები წაიღოს, თუნდაც ვერ მიაღწიოს გამარჯვებას, რაც მე მგონი მისთვის უკვე ცხადია რომ არ იქნება. ოღონდ გაგრძელდეს იქამდე სანამ ის იცოცხლებს, იმიტომ რომ მას უნდა რომ ძალაუფლება ჰქონდეს იქამდე სანამ მას შეეძლება სიცოცხლე და ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან მან არ იცის როგორ გადაიტანს ამ ომის დასასრულს, იმიტომ რომ ასეთ რუსეთის მმართველს ასეთი ომის დასასრული არ გადაუტანია ძალაუფლებაში ყოფნით. და ეს არის სრულიად მე მგონი რეალური პერსპექტივა, რასაც ის გზნობს და სწორედ ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რატომ იქცევა ასე, რატომ აგზავნეს მოლაპარაკების ხალხს, როცა იცის, რომ ამ ხალხის იქ გაგზავნით არაფერი არ იქნება, შეთანხმება არ შედგება. რატო ითხოვს პუნქტებს, რომელსაც მაშინ ითხოვდა, როცა კიევის აღებასთან იყო ახლოს, როცა ეს დღეს საერთოდ შეცვლილი მდგომარეობა და იცის, რომ ბევრად უფრო დასუსტებულია. რატო ცდილობს, რომ გააგრძელოს ომი, რომელიც რუსებს ყველანაირი რესურსებისგან ფიდავს, იმიტომ რომ არის უკვე ძალიან მოხუცი ადამიანი, რომელსაც არაფერი საფიქრალი არ აქვს, გარდა იმისა, როგორ გადაიტანოს ეს მდგომარეობა, რა მდგომარეობაში თავი აღმოიჩინა და ეს გადატანაც არის იქამდე, სანამ ალბათ მისი ეს ჭარმაგის სიცოცხლე ჯერ კიდევ წარმოუდგენია, ხო და აქედან გამომდინარე, არ გაგვიკვირდეს, რომ რუსეთი ცდილობს უბრალოდ სტატუს-კვო შეინარჩუნოს, ეს ომი აი ეს რაღაცნაირად გაგრძელდეს იქამდე, სანამ პუტინი იქნება ხელისუფლებაში, რათა მე არ მოხდეს რუსეთის დეზინტეგრაცია და არ წავიდეს ხელისუფლებიდან მისი ეს კლანი, რაც აუცილებლად მოხდება დარწმუნებული ვარ, რაწამს რუსეთის თავრობა რაიმე სახით აღიარებს, რომ არ გამოვიდა ის, რასაც აპირებდა. ხო, და აქეთკენ მოუწევს წასვლა თუ რაიმე ტიპის მოლაპარაკებებში სინამდვილეში შევიდნენ, ხო? აუცილებლად. მინდა რომ ვისაუბროთ აუცილებლად ტრამპის ვიზიტზე რეგიონში და ყურის სახელმწიფოებში. ეს ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი არის. ერთი მხრივ აქ საუბარი არის მსხვილ სამხედრო კონტრაქტებზე, საუბარი ნავთობის ფასზე, საუბარი რეგიონულ მშვიდობაზე. ხო, ეს სამი საკითხი არის. ნუ რეგიონულ მშვიდობას ვამბობთ, რეგიონულ მშვიდობას გულისხმობთ ისრაელთან ურთიერთობებს ამ შემთხვევაში, როცა ამ რეგიონზე ვლაპარაკობთ. რა მნიშვნელობის არის ნავთობის ფასი ამ კუთხით ამ ომის პირობებში და რა მნიშვნელობა რა როლს თამაშობს ის პუტინის გადაწყვეტილებებში მათ შორის? ნავთობის ფასი ბოლო 30 წელიწადია, მას შემდეგ საბჭოთა კავშირი დაინგრა განსაკუთრებით, არის რუსეთის ქმედებებისთვის ფაქტობრივად გადამწყვეტი მნიშვნელობის, იმიტომ რომ ფაქტობრივად მას ყველა სხვა რესურსი საკუთარი ეკონომიკის დაბუსტვის, ასე ვთქვათ, ამოწურული აქვს. იმიტომ რომ იქ არ არის თავისუფალი ეკონომიკა, აი ეს დიდი ბაზრის პლუსი რაც ჰქონდა რუსეთს საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე, რამაც შეიყვანა იქ დიდი კომპანიები, ხო, აი კოკა-კოლები, მაკდონალდსები, რა ვიცი, Samsung, აი ესენი რატომაც შედიოდნენ, რატომაც იქ იყო ყველა ჩვენი აი ევრაზიუს ყველა რეგიონისთვის ჰაბი, რატომაც იყო მთელი ამ 30 წლის მანძილზე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მთავარი ოფისი იქ რატო იყო, ხო? იმიტომ რომ ის იყო რაღაცნაირად ყველაზე დიდი ბაზარი, ყველაზე უფრო მომზადებული, იმიტომ ძალიან ბევრი მილიონი ადამიანი შეხვდა, ხო, ამ საბჭოთა კავშირის დანგრევას რუსეთში, ისე რომ მზად იყვნენ რაღაცნაირად ახალი სამსახურისთვის, ახალი გამოწვევებისთვის, რაც საქართველოში იყო, მაგრამ იმ ომმა და უბედურებამ მოსპო, ხო? და აქედან გამომდინარე რთული საქმეების შესრულება შეეძლო. აი ეს რესურსი მთლიანად დაკარგა იმით, რომ მოწყდა დასავლურ სამყაროს. იმიტომ რომ ეს რესურსი ჩვენი თავისუფლებისა და ჩვენი გონიერების გამოყენების გარეშე ვერ იქნება აკუმულირებული იმ მატერიალურ კეთილდღეობაში, იმ შემოსავალში ქართულად და ადვილად რომ ვთქვათ, ხო, რაც ადამიანს სჭირდება. ერთადერთი რაც აი ასეთ დროს გრჩება, ეს არის უშუალო რესურსი, რომელიც შეიძლება ამოთხარო, შეიძლება, რა ვიცი, ჩამოტეხო, შეიძლება ამოიღო მაღაროდან, ხო? ან თქვათ ჭაბურღილიდან და გაყიდო. იმიტომ რომ ეს ყოველთვის საჭირო იქნება სხვა ქვეყნებისთვისაც და ვიღაც გამოჩნდება სოფლიოში, ვინც იყიდის მით უმეტეს, როცა ასეთ ნაკლებობა ზოგიერთი რესურსის, ხო? და რუსეთში კარგად ვიცით, რომ ფაქტობრივად მთელი მენდელეევის სისტემა მოიპოვება, ხო, ასეთ. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ამათგან ყველაზე უფრო დიდი რესურსი იყო გაზი და ნავთობი. ამ გაზს გარკვეულწილად ფაქტობრივად ლარა ტყიდულობდა ცენტრალურ აზიის დაქვემდებარებულ რესპუბლიკებში და მერე ყიდდა ხოლმე ევროპაში, ბევრად უფრო ძვირად და ეს სტრატეგიული
პროდუქტი გახდა რუსეთისთვის, არა მხოლოდ ეკონომიკის თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური გავლენის თვალსაზრისით და დღესაც ხო ევროპაში ქვეყანა რო გათავისუფლდება რუსული გაზიდან, ამას აღნიშნავს ხოლმე მთავრობაც და ხალხიც და ეს ბოლოს 10 წელიწადში მოხდა მათ შორის და მე რაღაცნაირად უკან დამოკიდებულები ვართ კი ელექტრონული წელს მოხდა შემთხვევა რომ აზერბაიჯანულ გაზზე მეტი მოვიხმარეთ, მე მგონი რუსული გაზზე თუ ვიყიდეთ უფრო მეტი თუ რაღაც ესეთი სტატისტიკა შემხვდა, რაც ნუ სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა საქართველოს რო ყავდეს ის ხელისუფლება, რომელიც ედგულია საკუთარი ხალხის და საკუთარი მოსახლეობის არჩევანის, პროდასალური არჩევანის, რა თქმა უნდა, ან თუნდაც რეგიონში საკუთარი ძველი პარტნიორობის, როგორც გვაქვს აზერბაიჯანთან, რომელსაც არასდროს უღალატია ამ თვალსაზრისით. ჩვენთვის და მათ შორის არც მაშინ რუსეთმა შუა ზამთარში დაგტოვა გაზისა და გადაგვარჩინა რუსეთს. ჩვეულებრივად აზერბაიჯანულმა რესურსმა გადაგვარჩინა. აზერბაიჯანმა კი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მას ერთადერთი საყრდენი აქვს სწორედ რესურსების ფასები. უმნიშვნელოვანესი აქედან არის ნავთობი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვლაპარაკობთ ისრაელთან დამოკიდებულებაზე, ჩვენ პირველ რიგში არ გულისხმობთ ყოველთვის ამერიკის შეერთებული შტატების ისრაელთან დამოკიდებულებას, იმიტომ რომ ვიცით, ეს ძველი პარტნიორობაა, ვიცით რაზე დგას. ეს არის გვინდა არ გვინდა ახლო აღმოსავლეთში ფაქტობრივად ერთადერთი დემოკრატიული ქვეყანა და შეუძლებელი არ იყოს ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი, იქ რო არ იყოს სხვა კიდევ უფრო დიდი კულტურული კონტექსტი ხო, რომელიც გვაქვს, ჩვენ გულისხმობთ აი ამ არაბული ქვეყნების დამოკიდებულებას უშუალოდ ისრაელთან. იმიტომ რომ თუ რამით ხასიათდება წარმატებულად ტრამპის პირველი პრეზიდენტობის ვადა, ხასიათდება იმით, რომ ახლო აღმოსავლეთში მან გამოიწვია უდიდესი ძვრები. და უდიდესი ძვრების შედეგად დღეს ჩვენ ყავს ბევრად უფრო დასუსტებული ირანი, ბევრად უფრო დასუსტებული ჰეზბოლა, ბევრად უფრო დასუსტებული ჰამასი და ფაქტობრივად გადადგურებული ისლამური სახელმწიფო ანუ ISIS. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ირანის ხელისუფლება ახერხებდა რომ მიუხედავად ვინაიდან ირანს არ აყავს მოძმეერები ახლო აღმოსავლეთში, ვინაიდან არაბებთან არ არის ასე ვთქვათ ეთნიკურ ნათესაობაში, ამიტომ დასაყრდენს ყოველთვის ეძებდა რელიგიურ მოძმეებში, შიიტებსა და ალავიტებში, იქ სადაც მას აქვს რა თქმა უნდა კავშირი, იმიტომ რომ ირანიც პრედომინანტულად შიიტური სახელმწიფოა, არის შიიტური უმცირესობები, როგორც ერაყში, როგორც ისევე სირიასა და ლიბანში, ისევე იემენში და ასევე არის ალავიტური უმცირესობა, რომელიც მაინც უმცირესობაა და რაღაცნაირად უფრო გავს, ხო, ამ შემთხვევაში შიიტების და მათი მდგომარეობა ერთმანეთს პრედომინანტულად სუნიტურ ქვეყნებში და რაც შეეხება ამ შემთხვევაში ირანის ამ გავლენებს, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჰეზბოლას მაგალითად პირდაპირ არჩენა მთელი ამ წლების განმავლობაში ირანი. ჩვენ რომ ნახოთ ჰეზბოლას დროშა, ეს არის სხვა ფერის დროშა ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის. პირდაპირ. ეს შექმნილი პირდაპირ არც არ ყოფილა მას. არა, კაცო, ეს ჰასან ნასრალა იყო მათი წარმომადგენელი ფაქტობრივად. პირდაპირ. და აი ამ ხალხთან ერთად სულ უნდა ვთქვათ ირაკლი კობახიძე იყო ორჯერ ჯერ ახალი ძველი პრეზიდენტის ხელეხში ფაქტობრივად და მე ახალი ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისას სწორედ აი ამ ორგანიზაციების თავმჯდომარეებთან და მაღალ პირებთან ერთად ჰამასის, ჰეზბოლას და ის ადამიანები დღეს ცოცხლები აღარ არიან მასთან ერთად ვინც იყვნენ იქ, იმიტომ რომ იქ დაპირისპირება ძალიან გამწვავებული იყო. სწორედ აი ამ გადაწყვეტილების შედეგად ასევე იყო ის მომხდარი, რომ თელმა რიგმა არაბულმა ქვეყნებმა დაალაგეს ურთიერთობები ისრაელთან, მათ შორის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტობრივად საეტაპო ხელშეკრულება საამიროებსა და ისრაელს შორის. და დღეს რო ისრაელის ბიზნესმენები საამიროებში ჩადიან და პირიქით ეს იყო 5-10 წლის წინ ფაქტობრივად წარმოუდგენელი რამ. ანუ ეს შეთანხმება არის კემპ დეივიდის შეთანხმების შემდგომ ყველაზე დიდი გარღვევა ამ კუთხით აბრაამის შთამომავალთა შეთანხმება რო ერთმანეთს თან რაც თავარია ეს უშუალოდ ეკონომიკური ურთიერთობებისთვის ამ რეგიონისთვის და მე ამასები მე ვასწორებ სამშვიდობო ინტერესები ხო არის უმნიშვნელოვანესი და გრძელვადიანი მშვიდობა თუ გვინდა რომ არსებობდეს ახლო აღმოსავლეთში ეს პროცესი უნდა გაგრძელებულიყო და ეს პროცესი გრძელდებოდა კიდეც უკვე საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის გამართული მოლაპარაკებებით რომელიც ჩაიშალა ერთ-ერთი რამით 7 ოქტომბრის ჰამასის თავდასხმით ხო და ძალიან ბევრი ადამიანის აზრით ძალიან ბევრი სპეციალისტის აზრით ამ რეგიონის და მეც ამ რეგიონში სწავლობდი, როცა უნივერსიტეტში სწავლობდი. ეს ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ეს მოხდა, სწორედ აი ეს მოლაპარაკებები იყო, რომელიც ძალიან უნდოდა ამ ავტორიტარ რეჟიმებს, რომ ჩაშლილიყო.
სინამდვილეში თუ საუდის არაბეთიც და ისრაელიც მოაწესრიგებდნენ ურთიერთობას, ეს იქნებოდა ფაქტობრივად უკვე რაღაცნაირ სამშვიდობო ზღვარი, რომელსაც გადავწდებოდით, იმიტომ რომ საუდის არაბეთი ირანთან ერთად არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო. ახლო აღმოსავლეთს უბრალოდ ისინი ერთმანეთთან დაპირისპირებაში არიან გავლენისთვის და რაღაცნაირად აი 0-3 გეიმი რო ხო იცი თუ ერთ ქულას შეენკარგავ ერთ ქულას აუცილებლად მე რო ვიმატებ, აი ესეთ თამაშს თამაშობენ ხოლმე ხშირად. აქედან გამომდინარე ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი გვესმოდეს ამ პროცესში რა შეიძლება დავინახოთ? ერთი, ამერიკის შეერთებულ შტატები უკვე ფაქტობრივად ძალიან ბევრი ხანია განსაკუთრებით ტრამპის პირველი პრეზიდენტობის შემდეგ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აი ამ ყველაზე უფრო არეულ რეგიონში მსოფლიოში იყოს მშვიდობა და იყოს ეკონომიკური კავშირები, რომელიც გააძლიერებს ორივე ქვეყანას, გაამდიდრებს ორივე მხარეს და აღარ იქნებათ მათ ერთმანეთთან დაპირისპირება სწორედ ამის გამო. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ასეთი მასივი მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაშიც და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა გამდიდრების და სიმშვიდეში ცხოვრების და ამის გამოხატულება არის მეგობარი აქტი. ის აქტი, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო როგორც მისი საწინააღმდეგო და ეს არის ძალიან სწორად მიიღეს. მათ მიმართ სრული აქტია ნამდვილად. იმიტომ სინამდვილეში ჩვენ ახლა ვაკვირდებით მდგომარეობას, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებს საკანონმდებლო დონეზე ექნება მოწესრიგებული ურთიერთობა ქართული ოცნების დე-ფაქტო ხელისუფლებასთან, სანამ ის არის ძალაუფლების მქონე საქართველოში. და ეს მოწესრიგებული ურთიერთობა კანონის თვალსაზრისით გულისხმობს მათთან დაპირისპირებას, მათი დასუსტების და მათი ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში საქართველოს მოსახლეობის დახმარებას. და ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და ძალიან გავს იმ პოლიტიკას, რასაც ამერიკის შეერთებულ შტატები აწარმოებს როგორც უკრაინასთან, ისე ახლო აღმოსავლეთთან, ვინაიდან სინამდვილეში ერთადერთი გამოსავალი აქვს ყოველგვარ დაპირისპირებას, საერთო ინტერესების მონახვა, ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, ადამიანების გამდიდრება და მათთვის ახალი პერსპექტივის მიცემა და ეს იქნება სწორედ საქართველოში, როდესაც ჩვენ გავთავისუფლდებით ქართული ოცნების მმართველობიდან და გვექნება ევროკავშირის შესვლის შესაძლებლობა, რასაც ჩვენი პარტნიორები ფაქტობრივად აი სულ მოუთქმელათელია, რომ ოღონდ ჩვენ თავრობა შევცვალოთ, დავაფიქსიროთ ეს პოზიცია და ფაქტობრივად ჩვენი ინტეგრაციის ისწრაფე შეიძლება იყოს რეკორდული დაუბრუნდეთ ისევ ტემპებს, რაც ქონდა და ასევე ამასელის ამერიკის შეერთებულ შტატების სოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი ორი დიდი ეკონომიკა გველოდება ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებულ შტატების, როდის ჩამოვართმევთ ხელს და როდის დავიწყებთ მათთან ურთიერთობას იმისთვის, რომ ქართული ღვინო 10 ლარი კი აღარ ღირდეს ჩინეთში, ხო და 15 ლარი. არამედ 40, 45, 55 евро და დოლარი ღირდეს იმ ბაზარზე, რომელსაც იმსახურებს. გიორგი, ახლა ჩვენ როცა ვსაუბრობთ ჩვენ ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე, ნახეთ ორი ტექსტი ძალიან მრავლის თქვენი ბოლო დღეების განმავლობაში ბიზინა ივანიშვილის ორი წერილობითი გზავნილი. ერთი ირაკლი კობახიძე აწერდა ხელს და ადრესატად ტრამპი ქონდა მიწერილი და მეორეს ჩვენთვის კარგად ნაცნობი ზაზა შათერიშვილი. ეხლა ეს ორივე ტექსტში აშკარად ნაზავი იყო, ძალიან საშიში ტექსტი არის ორივე. იმ გაგებით რომ ეს იყო ნაზავი ერთი მხრივ აბსოლუტურად არაადეკვატური წარმოდგენებისა საკუთარი თავისა და მსოფლიოს შესახებ და მეორე მხრივ გეგმების ამ ქვეყნის შესახებ, სადაც რომელსაც ის თავის საკუთრებად მიიჩნევს ივანიშვილი, ხო? ის აი სწორედ ამ ორი თავისი აპოსტასით, ჰიპოსტასით გველაპარაკა. იზოლირების ტემპი უნდა დაჩქარდეს, ივანიშვილი გაუნება და გეზი აშკარად უნდა ავიღოთ ჩრდილოეთისაკენ, ხო? აი რას ქვია, როგორ უნდა ემუშაოს ქართული ოპოზიციური იმუშაოს ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა და ამ შემთხვევაში გულისხმობ არა მარტო პარტიებს ხვებსაც ამ ვითარებაში და რა უნდა იყოს ამ გზავნილებზე პასუხი. სწორია, ზაზა შათერიშვილის რიტორიკა ყოველთვის როცა უფრო მძიმდება, მე ვატყობ ხოლმე რომ საქართველოს ოცნებას კარგად საქმე არ აქვს, იმიტომ რომ პირველის ახერხებს ხოლმე რაღაცნაირად რომ ირეაგიროს უშუალოდ ბიზნეს გზნობებით, რეფლექსია გამოხატოს იმაზე, რაც ხდება. ფაქტი არის, რომ საქართველოს ოცნებაში დაწყებული არის წმენდა, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ უკვე 5 სხვადასხვა რეგიონის ხელმძღვანელი, გუბერნატორი ეხარწმუნებულები ქვიათ, მაგრამ ჩვენ ძველი გაგებით გუბერნატორი გადააყენეს, მიაყოლეს სუსის უფროს ლილუაშვილს, რომელიც ასევე გაუშვეს სამსახურიდან. ნახეთ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე უდიდესი თანამდებობის ადამიანი, ხო, ისე გაუშვეს და თბილისის პოლიციის უფროს. და პანჩური ამოარტყეს ახლა იმას, რომ მიაყოლეს საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქის მერი, ბათუმის მერი, ხო? ჩვენ აი ყველა იმ ქვეყანაში, რომელშიც მომხდარა ავტორიტარიზმის დასრულება, ეს არის ეტაპი, რომელიც წინ უძღვის ხოლმე ავტორიტარიზმის დასასრულს. წმენდა, იმიტომ წმენდა არის უნდობლობის პირველი სიმპტომი. და ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მოხდა წმენდა, იქნება ეს, სადამ ჰუსეინის ერაყი თუ ბენ ალის თუნისი თუ რა ვიცი, რომელიმე
პოსტსაბჭოთა დიქტატორი რომ გავიხსენოთ, ასევე შევარდნაძის საქართველოს თუნდაც, ხო? რომელიც არაპირებდა ასევე წასვლას ხელისუფლებიდან, ხო? იქაც მოხდა შიდა წმენდა, ხო? სანამ მოხდებოდა რევოლუცია, იმიტომ რომ ადამიანებს განსაკუთრებით ისინი ასაკში შედიან, როდესაც დიდი ხანია უყურეთ ძალაუფლება, ახასიათებთ უნდობლობა, იმიტომ რომ ისინი დგანან იმ ადამიანების ერთგულებაზე, რომელთა გარეშეც მართვა არ შეუძლიათ. მე ამას ხვდებიან, რომ ისინიც ხვდებიან და რაღაცნაირად ეშინიათ ხოლმე მათ, როგორც ბიძინა ივანიშვილს შეეშინა ახლა ილუაშვილის, იმიტომ რომ ვერ მიხვდა. უნდა ენდოს თუ არა მათ, ექნება თუ არა მას კავშირი ამერიკელებთან. ყველა გუბერნატორი, ყველა ხო მისი დანიშნული, ამიტომ ძალიან შეეშინა და გაუშვა ეს ადამიანი და მოარღვია ამ ხელა ძალაუფლების ბალანსს, ხო, სინამდვილეში საკუთარი თავისთვის. აი ეს ხდება ყველა ავტორიტარული რეჟიმის დასასრულსაც. ეხლა ხდება რომ ამერიკელები ძალიან ჩამოყალიბებულები არიან მის წინააღმდეგ პოზიციაში და ეს მას კიდევ უფრო აშინებს. ამიტომ ბიძინა ივანიშვილთან სიახლოვე თუ ადრე გულისხმობდა სიმდიდრეს, ძალაუფლებას, უსაფრთხოებას ადამიანისთვის, დღეს გულისხმობს უდიდეს საფრთხეს მომავალს პირველ რიგში მისგან. და მერე მომავალ სანქციებს, ხო, ევროკავშირიდან. ან ფაქტობრივად ადამიანმა მოახერხა, რომ ყველაზე დიდი ძალაუფლების და კეთილდღეობის წყარო ამ ქვეყანაში იყო თვითონ და დღეს არის ყველაზე დიდი საფრთხის და ყველაზე დიდი დამცირების წყარო ამ ადამიანებისთვის. და აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ეს მივიღოთ, როცა ამ ხელისუფლების გაღწნეს ნამდვილი სიმპტომი. და ჩვენ ახლა დაგვრჩა ერთ-ერთი რამ, ეს არის ჩვენი გამძლეობა და სიმტკიცე. უდიდესი ნაწილი გზის გავლილი გვაქვს. ეხლა მთავარია არ შევდგეთ არ მივანიჭოთ ლეგიტიმაცია მის ხელისუფლებას არც არჩევნებში მონაწილეობით და არც ლაპარაკით ამაზე და ამ მონაწილეობის შესაძლებლობაზე აი ამას გულისხმობ და მათ იცოდნენ რომ არც არავინ დარეგისტრირდება იმ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში იმ კრიმინალურ პროცესში რომლის ჩატარებასაც ასეც ცდილობენ ხო არც არავინ მიიღებს მონაწილეობას ნორმალური პოლიტიკური პარტიებიდან და ქართულ საზოგადოება დატოვებს ამ ხელისუფლებას და მის ჩატარებულ კრიმინალურ პროცესს მიღმა საკუთარი ყურადღების და ეს არის მნიშვნელოვანი